ქართული ოცნების პროპაგანდისტი ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ როგორია განაჩენი გოგა ხაინდრავას სარჩელზე. ის შაბათის ფორმულაში გასული სიუჟეტის გამო 10,000 ლარს ითხოვდა, რაც მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. ამავე მასალაზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიებაც მედიის წინააღმდეგ მიმართულ უპრეცედენტო საქმეზე. ოცნების პროკურატურაში შაბათის ფორმულას წამყვანი დავით ქაშიაშვილი, სიუჟეტის ავტორი ნატუ კალომაძე და ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიკითხნენ. პროცესს საქალაქოში ქეთი ნადიბაიძე დაესწრო, რომელიც დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. ქეთი გისმენთ. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება და მან სრულად დააკმაყოფილა გოგა ხაინდრავას სასარჩელო მოთხოვნა, ყველა პუნქტი და ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა შაბათის ფორმულას დაევალა იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც ამ სადავო რეპორტაჟში გავიდა. გარდა ამისა, გოგა ხაინდრავას სასარგებლოდ ტელეკომპანია ფორმულას დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10,000 ლარის ოდენობით. როგორც გითხარით, ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა სულ რამდენიმე წუთის წინ. ახლა ჩემს გვერდით იმყოფება ტელეკომპანია ფორმულას იურისტი ეთო ქათამაძე, რომელიც ამ პროცესზე კომპანიას და ამ გადაცემას წარმოადგენდა. მასთან გავაგრძელებ საუბარს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეთო, გითხარით, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, რა პრეცედენტი შეიქმნა ამითი და ახლა უკვე როგორ ელოდებით პროცესების განვითარებას, რადგან საქმე არის პროკურატურაშიც. მოხდა ის, რასაც პრინციპში ველოდებოდით კიდევაც, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გოგა ხაინდრავას სარჩელი, დაგვაკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. ამ სასამართლოს პირობებში ეს არ ყოფილა ნამდვილად გასაკვირი, გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან. თუმცა მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტიკა, კეთილსინისიერი ჟურნალისტიკა ესე არ უნდა ისჯებოდეს. შესაბამისად, სრულად ამოუწურავთ ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო პროცესებს და ასევე დიდი ალბათობით გავაგრძელებ სტრასბურგში დავასაც და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის სრულად დაუსაბუთებელი. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაგვაბარებს კანონის განსაზღვრულ ვადაში, თუმცა დღეს მოსამართლესგან ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი განმარტება, რას ეყრდნობოდა მისი გადაწყვეტილება. უბრალოდ მშრალად გამოცხადა ის, რომ დაკმაყოფილდა უარყოფის შესახებ ესა და ეს განცხადება და ეს იყო. თუმცა ველოდებოდით 1-2 სიტყვით მაინც დასაბუთებას, თუ რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, რადგან ასევე შეიკავა თავი და ესეც მიუთითებს ამ გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, აბსურდულობას. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ იმ საქმეზე, რომელზეც ძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და ფორმულას თანამშრომელი, არაერთი თანამშრომელი უკვე გამოკითხვაზე იმყოფებოდა? ეს არის ერთგვარი ბიძგი იმისათვის, რომ ძიება, ასე ვთქვათ, პროკურატურამ გააგრძელოს, ეს საქმე ასე არ დამთავრდეს, თუმცა რა გაგრძელება შეიძლება, რომ სამართლებრივად მოყვეს ამას, ეს ჯერჯერობით უცნობი და გაუგებარია ჩვენთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ზოგადად ამ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და საერთოდ საგამოძიებო ჟურნალისტიკის აკრძალვას. ერთი მინდა კითხოთ, თუ შეიძლება ფორმულას არაერთი რეპორტაჟის შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს თუ ამ პარტიასთან დაახლოებულ პირებს, ასეთი პრეტენზიები წამოსულა, რომ ავრცელებს ფორმულა არასწორ ინფორმაციას ამა თუ იმ რეპორტაჟში. თუმცა ძალიან ბევრი ასეთი სადავო ინფორმაცია თავად ქართულმა ოცნებამ საკუთარი გამოძიებებით შემდეგ დაადასტურა და ეს ადამიანები, რომლებსაც პრეტენზიები ჰქონდათ ჩვენთან, ახლა ნაწილი მათგანი გიცოსებს მიღმაც არის, ხომ? რა პრეცედენტი შეიქმნა ამ გადაწყვეტილებით, მაშინ როდესაც შინაარსში საერთოდ არ შედის არც სასამართლო და ჯერჯერობით როგორც ხედავთ, არც პროკურატურა აპირებს, რომ ფაქტების, აი ამ სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შინაარსში შევიდეს, ხო? ფაქტობრივად ჩვენ დავინახეთ, რომ მოსამართლემ და იმის გარდა რომ არ არსებობს, ანუ მიმდინარე გამოძიება თუნდაც იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა შაბათის ფორმულაში, იგივე გოგა ხაინდრავასთან მიმართებით, დღეს ცალმხრივად მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და თურმე ეს ფაქტები, რაც გავრცელდა, არის სრულიად სიცრუე და არსებითად მცდარი. თუმცა რას ეყრდნობა ეს არსებითად მცდარობა, ეს რა თქმა უნდა დასადასტურებელი იქნებოდა შესაბამისი საგამოძიებო უწყებების, რომლებიც რატომღაც ამ ეტაპზე არ არიან დაინტერესებული ამ საკითხით და მხოლოდ ფორმულას მიმართ არიან დაინტერესებული სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი არის და არ ვიცით რეალურად იყო თუ არა ის ფაქტები, რაც გავრცელდა სწორი, შესაბამისად ამაზე უნდა გასცეს კომპეტენტურმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი და არა ჟურნალისტს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არის მისი მთავარი მოვალეობა, ის რომ გააშუქოს ინფორმაცია.
მადლობა, უსმენდით ეთო ქათამაძეს, ტელეკომპანია ფორმულას იურისტს, როგორც მოისმინეთ, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება და ტელეკომპანია ფორმულას დაევალა იმ ფაქტების უარყოფა, რომელთან დაკავშირებითაც დაობს გოგა ხაინდრავა. ეს არის ფაქტები, რომლის ნამდვილობა არც ერთ საგამოძიებო უწყებას ჯერჯერობით დადგენილი არ აქვს. ამ რეპორტაჟში საუბარია სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე, რომ გოგა ხაინდრავა სავარაუდოდ ფორმულას წყაროებზე დაყრდნობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულის ანაცვლოდ ეხმარებოდა ქვეყანაში შემოსვლაში. აი ამ ფაქტებს არც ერთი უწყება ჯერჯერობით არ იძიებს, თუმცა დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც მოისმინეთ ფორმულას იურისტისთვის ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველი არგუმენტებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე და დაავალა ტელეკომპანიას აი ამ ფაქტების უარყოფა. საზოგადოებას იმასაც შევახსენებთ, რომ პროკურატურაში სისხლის სამართლის მიმართულებით მიმდინარეობს კიდევ ფორმულას წინააღმდეგ ძიება ცრუდასმენის მუხლით და ამ შემთხვევაშიც პროკურატურა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტების შინაარსით არ ინტერესდება და გამოკითხვაზე დადიან ფორმულას თანამშრომლები ამ მომენტისთვის მხოლოდ.